ფაშასე პირველი წყვილი წონითი კატეგორია 30 კილოგრამამდე და მე მინდა ვიხმო სპორტსმენი ფონიჭალიდან ნიკა ხურცილავა მივესალმოთ ნიკას! ნიკას მეტოქე! მებრძოლი! სემო ფონიჭალიდან გიორგი მანუკიანი! მივესალმოთ გიოს! ბიჭები მზად არიან, ჩვენ მზად ვართ, let's get it on! მოგესალმებით გამოდან, თქვენს წინაშე არიან ნურჩი გამას მებრძოლები, საკმაოდ ათლეტურები და საკმაოდ აქტიურები. იწყება პირველი წამები, ახლა რეფერი მისცემს უკვე საშუალებას იმისა, რომ დაიწყონ პირველი შეხება ერთმანეთთან და ბრძოლა და ესეც მოხდა. რა მოძრაობებია თქვენ ნახეთ უბრალოდ. ეხლა თეთრი შორტით კარგად იცილებდა დარტყმებს, კარგია. არც ერთი დახრილი თავი დაბლა და საკმაოდ აქტიურად დაიწყეს მებრძოლებმა ახლა ჩვენს წინაშე დემონსტრირება თავისი ძალისა, თავისი ფიზიკური ძალის და არა მარტო. ახლა კლინჩი შევიდნენ, რეფერი ალბათ უკვე ჩაერმევა. დუკა, შემოგიერთდი. მოგესალმები. როგორ იბრძვიან ჩვენი ახალგაზრდა მგლები? შეხედა გიო უბრალოდ რა მოძრაობები არის? საკმაოდ კარგი მოძრაობებს გვთავაზობენ ახლა. ნიკა ხურცილავა ძალიან მოქნილად. თითქოს პატარაა ხო გიო, მაგრამ ნახე რა კარგ ძალიან კაი რეაქციები აქვს და ძალიან მაგარი ფუტვორკი. ბევრი ზრდასრული სპორტსმენიც შეიძლება ისწავლოს ბოლო-ბოლო. კი, შეიძლება ამის ისწავლოს. შემხედვარი. აქტიურად იაქტიურე უთხი ნუ გაშენია მიდი აი მე პირადად როგორც ორგანიზატორი შემიძლია ვთქვა რომ კლინჩი აქვს უმეტეს მებრძოლებს დასახელში არა მარტო ქვედა ლიგაში, არამედ პროფესიონალურ ლიგაშიც. და ამ დროს გიო ჩვენ უყურებთ ნურჩ გამას მებრძოლებს და შეხედე მიუხედავად იმისა რომ პატარები არიან თქვა ხო შეიძლება ის ფსიქოლოგიური განვითარება მაინდამაინც მებრძოლისა შეიძლება არ კონდეს მაგრამ ამავე დროს პირველივე წამიდან სანამ არ დასრულდა და სანამ გონგი არ გავიგეთ მანამდე არ გაჩერებულან მოძრაობები კარგი ესე რომ ვთქვათ კრივის დგომი ამავე დროს აცილებები და კარგ ორეულებს საჩვენებდნენ ერთმანეთს თითქოს უფრო ხურცლავა, თითქოს უფრო დაბალი არის თქვა, ხო, ფიზიკურად შეიძლება ერთი შეხედოთ, რომ შეხედო პატარა არის თავის მოწინააღმდეგესთან დაკავშირებით, მაგრამ არანაირად არ ჩამოვარდება, შეიძლება მეტიც კი. და შეიძლება ეს რაუნდი მანაც კი წაიღო. მეორე რაუნდი იწყება ახლა. გეთანხმები მე რა, მე ვფიქრობ, რომ ხურცლავასია პირველი რაუნდი. თუმცა გუშინდელი დღე რო გავიხსენო, პირველი და მეორე რაუნდიც კი არ მოგცემს იმის გარანტიას ამ რაუნდებში გამარჯვება რომ გამარჯვებული გამოხვალ. ყველაფერი ხდება გამას რინგში. ეხლა მიკერძოებული არ მინდა რომ ვიყო, მაგრამ ძალიან დიდი სიმპათია მაქვს უკვე ხურცლავას მიმართ. არანაკლები არის მისი მეტოქეც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კარგად იცილებს დარტყმებს და ნახე როგორ მოძრაობს. უბრალოდ სასწაული ბიჭია, როგორ მოძრაობს.
კი, ფუტვორკი კი, ძალიან მაღალ საკმაოდ. დონეზე აქვს, თუმცა გიორგიც იყენებს კარგად მის უპირატესობას უშუალოდ წვდომს და მეორე ნომრიდან საკმაოდ კარგად მუშაობს. კი, კაი თუმცა ძირითადი ინიციატივა სულ ხურცილავასია. კი, და ამან შეიძლება უფრო მეტად იმოქმედოს მსაჯებზეც, საკმაოდ კარგი ჩემზე იმოქმედა, როგორც მინიმუმ. ჩემზეც. ასე რომ ორივე ძალიან კარგად მომზადებულია, არ იღლება არც ერთი, ნუ ხურცლავაზე არ ვიცი უბრალოდ ხელებს წევზევით, მაგრამ მისი მეტოქეც მანუკიანი საკმაოდ კარგი ბიჭია. ორმა რაუნდმა გაიარა, ჩაიარა, საკმაოდ კარგი ორი რაუნდი შემოგთავაზეს ახლა ჩვენმა პატარა მებრძოლებმა, მსგავსი ბრძოლები ხანდახან ნატურლობთ ხოლმე მთავარ ლიგაში, როცა არის და აი არ ვიცი, ნახე, კარგ რჩევებს აძლევენ ახლა კუთხეებში და ამ რჩევებს დარწმუნებული ვარ მე, კარგად იყენებენ, იმიტომ რომ კარგი სმენა აქვთ, ზუსტად რასაც კარნახობენ, ზუსტად იგივე საკეთებენ ხოლმე მებრძოლები. ნახოთ ახლა მესამე რაუნდი რა შემოგთავაზებს და მესამე რაუნდში რას შემოგთავაზებენ ახლა უკვე ჩვენი მებრძოლები. მე ვფიქრობ, რომ გიორგისთვის აუცილებელია ხურცილავას გეიმპლენის გატეხვა, თითქოს და კარგად ართმევს თავს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემთვის ორივე რაუნდი წაიღო ხურცილავა, ამიტომ უნდა გაუტეხოს ეს სცენა ბრძოლის და უნდა შეიტანოს აი უშუალოდ მუშტიკრივის სიბინძურე ჩენაზე. კლინჩი, დაჯაბნოს თავის გაბარიტების და წვდომის ხარჯზე, თუმცა არ შეუცვლია სტრატეგია ის იგივე. ელოდება და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა მისი და გიო ანუ ხურცლავი კი საკმაოდ მოძრავი არის. გეთანხმები, აქ არ იქნება ის ტონაჟი, მით უმეტეს დიდი ხელთათმანები და შლემი იმის თითქმის გარანტია შეიძლება იყოს, რომ ნოკდაუნით და ნოკაუტით ანაგლების შანსი რა აქვს. თქმა უნდა, მაქსიმალურად ჩვენ დაცულები ვართ ამისგან, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ არ ვიცი. ასეთი გაგრძელება ბრძოლის უბრალოდ მანუკენის წყალზე არ ასხავს წყალს. მანუკენის წისქულზე არ ასხავს წყალს. ცხაცხის ხურცილავას გამო. მალე დავსრულდება ახლა მესამე რაუნდი. სულ მალე იქნება. აი ახლა კარგი ორეული გაუშვა მანუკიანმა. რა უპასუხა ახლა ხურცილავამაც ყოჩა. ძალიან მაგარი ბიჭი izდება. სულ ნორჩია, თუმცა უკვე ძალიან კაი მონაცემები აქვს და ფუტვორკი ხო აღსანიშნავი. აი თავიდან რო დავინახე გიო პირველი გამოსვლა და ცოტა ეჭვმის შევეპარასავით თქოს მეთქი ანუ რა შემოგთავაზებს, მაგრამ არა საოცარი ბრძოლა შემოგთავაზა ახლა. როგორც ერთმა ისევე მეორე მიუხედავად იმისა რომ მანუკიანი ახლა იყო ცოტა პასიური მაშასე ამ ბრძოლაში გამარჯვებულია სპორტსმენის შესანიშნავი ფუტვორკი ხურცილავა ნიკა ხურცილავა საკმაოდ კარგი ბრძოლა შემოგთავაზა. მივუწოთ მებრძოლებს ასეთი სანახაობრივი გამოსვლა და მივუწოთ ნიკას ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება. ხურცილავა მოდი ეს პირველი მებრძოლი კლუბი ხარების წარმომადგენელი სანდრო მჭედლიშვილი ისეხლა გამას რინგზე ასევე ნორჩი გამას მებრძოლი როგორც კი მაესტრომ გამოაცხადა და ნახოთ მეორე წყულში ცოლოდებით საკმაოდ აქტიურ ბრძოლას. პირველმა წყულმა საუკეთესოდ გახსნა გამას პირველი ესე რომ ვთქვათ სანახაობრივი ბრძოლა. სანდროს მეტოქე მებრძოლი ფონიჯალიდან
ანრი მურადიანი. და მისი მეტოქეც აქაც იგივე არის პირველი მებრძოლი, პირველ წულში ან პირველი მებრძოლი იყო, ცოტა პატარა ესე რომ თქვა ტანით. მისი ვიზავი კი იყო საკმაოდ დიდი ტანით, ну, ოდნავ დიდი. ამ შემთხვევაშიც ესე არის, მაგრამ ჩვენ ნახეთ უკვე პირველმა წყვილმა სულ სხვანაირად დაგვანახა თავი, ზომებს მნიშვნელობა არ აქვს სპორტულ ზომებს, გააჩნია როგორ გამოიყენებ შენს ბაზას, ამ შემთხვევაში უკვე კრივის ბაზას. ნახოთ, გამოდის ახლა სანდროს მეტოქე გამას რინგზე და დაიწყება სულ მალე უკვე მეორე წყვილთა შორის დარწმუნებული ვარ სანახაობრივი ბრძოლა გამას რინგზე. ამ პატარა ბავშვებს როგორი მტაცებლური გამოხედვა აქვს თეგმაკვირვებს. ნახოთ, ჩხუბში როგორ გაართმევენ თავს. ეს არის მაგალითი ისევე გამას მებრძოლებისა და არა მარტო რა თქმა უნდა და ნახოთ ისინი არიან ჩვენი მომავალნი. ნახოთ ახლა მისცემს უკვე პირველი წამების დაწყების საშუალებას, დაიწყო კიდევაც და ისევე აქტიურად არიან ორივე. კარგია. უმიზეზო ან კარგი და დახვეწილი კრივი აქვს. აი ზუსტად მაგას ვამბობდი მაესტრო ზუსტად. ეგრე დაიჭირე მომენტში, გაიცალე. დაწნადი, დავშვიდი. ხონიჭალელ მებრძოლებს აღსანიშნავია უკვე მეორე მებრძოლია, რომელიც ფუტვორკით გამორჩეულად მუშაობს და გძნობს ფოტოშოპს, ხო? ტემპს გძნობს და იქიდან გამომდინარე უკვე თავის მეტოქის მოძრაობასაც გძნობს და იქიდან გამომდინარე თვითონაც მოძრაობს სწორედ. მიკურს საჯმა რატო არ დათვალა ვინაიდან დარტყმისგან დაეცა, თუმცა მის კუთხიდან უკეთესად ჩანდა ეთყობა. კარგი საკასუხო. სულიან ბიჭები. სულ მალე დასრულდება ხა პირველი რაუნდი. საინტერესო კლინჩი იყო. ჭიდაობის ილეჩი ჩატინა. პირველი რაუნდი დასრულდა. საკმაოდ ემოციურად ჩუბობენ ბიჭები, თუმცა ამით ბრძოლის სურათი მით უფრო შესანიშნავი და საინტერესო ხდება. რა მოლოდინიც გვაქვს მაესტრო, ზუსტად იმ მოლოდინს ახლა ანუ მოლოდინის შეგრძნებას გვაგძლევენ ზუსტად. მიუხედავად იმისა, მე კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ არიან პატარები, საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლა არის. კი, ძალიან თანაბარიც არის, თუმცა აი მურადიანი მინდა აღნიშნო, რომ უკეთესი ფუტვორკით გამოირჩევა ამ ბრძოლაში. რაღაც სიტყვის თქმა მინდოდა და შევჩერდი, როცა ჰაილაიტებს უყურებდი, იმ დონეზე მიმიზიდა ისევე ხომ მაგ ნახირა, იგივეს რო უყურებდი, ისევე იგივე ემოციებს ვიღებდი ამ ბრძოლისგან. მეორე რაუნდი იწყება საკმაოდ საინტერესო ბრძოლისა და ვნახოთ უკვე რას შემოგთავაზებენ ჩვენი პატარა ნორჩი გამას მებრძოლები. მიესალმენ ერთმანეთს და დაიწყო ისევე აქტიურად ბრძოლა. აი როგორც დაკვირვებული ვარ, არც ერთი არ ხრის თავს დაბლა, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ხოლმე მაესტრო. დამერწმუნები ალბათ დიდებში ეს რო თქვა და ხვეწილი ბრძოლის უნარიანი ბიჭები არიან. აი დაინახეთ მუცელში მიიღო დარტყმა ახლა. ჩაიკეცა, მაგრამ არა, განაცხადა რომ შემიძლიაო. არა მგონია ხო რამე პრობლემა იყოს, ალბათ კაპა ამოვარდა. ტექნიკური ხარებზია ალბათ. კაპაზე აქვს რაღაც პრობლემა სპორტსმენს როგორც ჩანს. ის არის ტექნიკური ხარვისი. სულ მალე ამას ახლა უკვე მოვაგვარებთ. ვერ აგრძელებს, ვერ გადაწყვიტა რომ არ გააგრძელოს ეთყობა, ვერ მოირგო კარგად კაპა და უბრალოდ უსაფრთხოების მიზნით ვერ გავაგრძელებინებთ. აგერ ფონიჭალელი მებრძოლის ანრი მურადიანის მწვრთნელი დღეს შემპირდა რომ 4 წაგება მიგვაქვსოთ ჩვენო 50% შეასრულა ფაქტიურად. დიახ, უკვე 2 ზუსტად მაგას გვანიშნებდა. სამწუხაროა.
ამ ბრძოლაში ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვებულია ანრი მურადიანი. აი ეს ცრებლები უკვე მეც ძალიან გულზე მხვდება. არაუშავს, უფრო ძლიერი დაბრუნდება. ნუ ამ შემთხვევაში, რასაც ქვია ბრძოლაში არ წაუგია გარკვეული მიზეზთა გამო. არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება. მე ზუსტად შენს გასაგონად ვამბობ. დაუკარი ტაში ბავშვებმა იბრძოლეს. ანრი მურადიანი, ფონიჭალა, მოდი. მოჭა. ეძოლა შედგება წონით კატეგორია 35 კილოგრამამდე. და მე მინდა ვიხმო სპორტსმენი ფონიჭალიდან ანდრია ხარგუანი. მესამე წლის პირველი მებრძოლი გამოდის ახლა გამას რინგზე. ანდრია დგას ახლა რეფერის წინ. ამ შემთხვევაში გიო ღებულობს ჩვენი იმაზე მებრძოლებს. ამოვიდა უკვე პირველი მებრძოლი გამას რინგზე და ელოდება მის ვიზავის. გასალმოთ ანდრია. რა კარგი ორეული შემოგთავაზა დგომში. დღეს ანდრიასთან რინგს გაიზიარებს გუნდი გუდიანის წარმომადგენელი დემე ჯორჯამბულეთ სულაბერიძე. მისი არმია, ესე რომ თქვა, გულში მიმართულების ღებულობენ, ხვდებიან და აცილებენ გამას რინგზე მებრძოლს. დემეც ადგილზეა. ვნახოთ, რას შემოგთავაზებს ეს მებრძოლი. ის კუთხეში არის ჩვენი ამრის მფლობელი ლევან ციკლაური. სულ მალე დაიწყება ახლა მესამე წყვილთა შორის პირველი რაუნდის პირველი წამები. რეფერი მისცა ახლა ნება იმისა რომ მებრძოლებმა გამოავლინონ თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობები და კარგი დარტყმა იყო ტრიალში. კარგი დარტყმა იყო ტრიალში, ეს თუ არ ვცდები დემე იყო. ნახე რა მოძრაობებია, შეხედეთ რა მოძრაობებია. აუ, კარგად აიცილა. პუბლიკაზეც კარგად მუშაობს ახლა. აი ორეული გაუშვა, აუ. აიცილა ტრიალში იგივენაირად. სულაბერიძემ. შვენიერი როგორ გძნობენ ახლა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, სულაბერიძე უფრო მეტად მოძრავი არის. ეთათგილზე არ უნდა იყოს, არ უნდა იდგეს. ხარგუანი უფრო მეტი მოძრაობა სჭირდება. კარგი დარტყმა. ხარგუანმა არა სერიოზული დაპირისპირება. უკვე იმდენი ანუ იმ დონეზე სწრაფად მოძრაობენ, რომ ხანდახან გვარებიც კი მეშლება ხოლმე ვინ არის, ისე სწრაფად მოძრაობენ და ისე სწრაფი გადაადგილება აქვს და ამავე დროს ცვლა პოზიციებისა. მე მგონი ისევ ფონიჭალა გამოირჩევა ამ ფუტვორკით. თუმცა გუდიან თიმის წარმომადგენელს დემე სულაბერიძეს
როგორც გუდიანებს ჩვევიათ, აი უდრეკი ხასიათი, ბოლომდე ბრძოლა, ხასიათით ბრძოლა. უკვე ასეთი ახალგაზრდა სრულიად შეესაბამება თავის გუნდის ასე ვთქვათ ხასიათს. წარმოდგენას, რა თქმა უნდა. ჩვენ კი შესაბამისად ჩვენ გვჭირდება სანახაობა, ჩვენ გვჭირდება მეტი ემოცია და ამ ემოციას და სანახაობას გვაძლევენ ჩვენი ნორჩი გამას მებრძოლები. დაიწყო ახლა მეორე რაუნდი. ჯებით დაიწყო. რა ვცდები, ეს იყო ხორგი კარგი ყუიას დამუღამებულია. კარგად ეს უპასუხა მისმა მეტოქემ ანდრიამ. აი ძალიან თანაბარი ბრძოლაა, ძალიან არა მშურს ჩვენი მსაჯების. ვის უნდა მიცენ ამ ბრძოლაში უპირატესობა? კარგი მუშაობა ხოდა კორპუსში. საინტერესო. კი. ყველა ასპექტში არც 1 სანტიმეტრს არ უთმობენ ერთმანეთს ბიჭები. ბოლო 10 წამი იქნება ახლა დარჩენილი. მეორე რაუნდისა არ გამოვიდა ახლა ტრიალში დარტყმა. ორგუანს მოაქვს. აბოლობა თუმცა არა. აუშავს, ეს არის უბრალოდ ტექნიკური ვარდნა. ზუსტად მეორე რაუნდის მიწურულს. ძალიან კაი ბრძოლა, ძალიან აქტიური. საკვირველია რომ ასეთ ახალგაზრდა ასაკში ბიჭები ასეთ საბრძოლო უნარებით არიან ახსავსე, ასეთი მებრძოლი ხასიათით. საკმაოდ დიდი, ესე რომ ვთქვათ, არაერთ გვაროვანი საბრძოლო ბაზა აქვს. და შესაბამისად, აი როგორც იტყვიან, ჟარგონზე ვიტყვი, ბაგაჟი, აი, რასაც ქვია, მრავალფეროვანი. ჩვენ როგორც დარტყმებს ტრიალში ვხედავდით, ისევე ორეული, ისევე აცილებები, მოძრაობა, საოცარი. და რასაც ქვია, ცეცხლიდან ეს ახლა ცეცხლიდან ეს გამას რინგზე. აი თუ დააკვირდები ბიჭების სახებს, აი არ არის. ანთია, კი. შიში არ იგრძნობა და პირიქით იქით ელოდებიან კონცენტრაცია და ეს მუტაცებლური გამომზერა. სულისკვეთება, კი ბატონო. მესამე რაუნდი დაიწყო ამასობაში. დაიწყო მესამე რაუნდი. სულაბერიძე ცოტათი შენელდა, ოდნავ შენელდა. როგორც დასაწყისშივე იყო მოძრავი მეტად ხორგუანი ისევე ეხლაც აგრძელებს იგივეს დასაწყისში. სულაბერიძეც კარგი იყო, მაგრამ ეხლა მესამე რაუნდისთვის ცოტათი თითქოს შენელდა სავით. უფრო მეტ დარტყმას ეხლა ან მაგარ დარტყმებიან ბიჭები, მაგრამ მე მგონი ხორგუანი ოდნავ მეც უტარებს სუფთებს. დარტყმათა სერია, დარტყმათა ცუნამი ეხლა თავს დაასხა. ეხლა ხორგუანმა სულაბერიძეს ცოტათი დაიღალნენ, მაგრამ ეხლა ბოლო 10 წამი მესამე რაუნდისა უნდა იმოქმედოს. ზუსტად მე მგონი აი ახლა წდება ამ ბრძოლის კარგად აიცილა ეხლა ხორგუანმა. კი, ძალიან ხშირად იყენებს სულაბერიძე და ხედავს უკვე ამ ბექფისტს, რომელიც ეგრევე ჯების მერე მოდის ხოლმე. ნახოთ ეხლა რეფერი რა ფიქრობ რომ ხორგუანმა ჩვენი გამოგლიჯა ჩვენი თვალსაჩინით ხედე როგორ ეს მიმიკა ყველაფერი უკვე შემდგარი მებრძოლები არიან ასეთ ახალგაზრდა ასაკში. მაშასე ამ ძალიან თანაბარ ძალიან სანახაობრივ ორთაბრძოლაში
რომელიც ნახდათ იმსახურებს ჩვენ აპლოდისმენტებს. გამარჯვებულია ანდრია ხორგოვანი. Andrea Corbuani, Donicala. Aplodismentები ბავშვებს. მაშასე მებრძოლი ფონიჭალიდან ანდრია ღუტიძე. მეოთხე წვილი თქვენს წინაშე მეოთხე წვილის პირველი მებრძოლი გამოდის თქვენს წინაშე. მივესალმოთ სპორტსმენს ანდრია ღუტიძეს თქვენს წინაშე მეგობრებო. მის დაველოდებით ახლა მის ვიზავის შავ კუთხეში. ანდრიას მეტოქე მებრძოლი ზემო ფონიჭალიდან ნიკა ძმანაშვილი. მისი მეტოქეც ნიკა ძმანაშვილი. როგორ მსიამოვნებს გიო ამათი ყურება როგორ მსიამოვნებს აი არა ამ შაბათ-კვირის აი დამაგვირგვინებელი ეს რა თქვა ამ კვირის დამაგვირგვინებელი ლამაზი სანახაობა სპორტული. კი, მე მგონი კაი გადაწყვეტილება იყო რომ ზედიზე ჩაგვეტარებინა ეს საბრძოლო 3 დღე აშკარად. და ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა მიუხედავად იმისა რომ თია ძნელია ეს ზედიზე კონცენტრირებული და ძალიან სასიამოვნოა ამ ყველაფრის ცქერა. კი ბატონო. დაინახე რა დაიწყეს. დაიწყეს ახლა პირველი რაუნდი ეგრევე. აი ისევ გამორჩეული ფუტვორკი. აუ, კარგი. კარგი დარტყმა უნდა გამოსვლო და არ ვერ მისწვდა. კარგი. ზედმეტად გადატენილია თითქოს. ზედმეტად გადატენილია ნიკა ძმანაშვილი. ცოტა რომ მოდუნდეს. ატარა თავის overhand და backfist-ი. აი დარწმუნებული ვარ ეს ჩაფხუტები რო არ ქონდეთ. ძალიან დაზიანებდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ისეთ დარტყმებს უშვებენ, ისეთ ძლიერ დარტყმებს, ამ პატარა ასაკში უკვე საოცარია. ხო, ну თუმცა ეს ბავშვის ძალა მაინც არ არის ეს დასრული მამაკაცის ძალა და რა თქმა უნდა, თუ შევადარებთ კი, მაგრამ შედარებით ხო, მაგრამ ძალიან კარგი აყენებენ როგორც ასეთ. თუმცა კი ტექნიკა აღსანიშნავია და უკვე მზად არიან ეგრე რა, როგორი კაი ფინტი კი, აი კაი ხო, ქუიდან ამოვიდა ზუსტად. შეხტომით ხუკი. კი, აი თითქოს მატყუარა ილეთი გააკეთა ქვევიდან ამოვიდა და ეგრევე დარტყმა. არ გამოვიდა მაინც ესე როგორც უნდა, მაგრამ კი, ძალიან კარგი დარტყმა გამოვიდა. რას ფიქრობ დუკა ამ რაუნდში ვინ მოიპოვა უპირატესობას? თეთრი კუთხე უფრო მეტად ხო, მეც ვფიქრობ რომ ეს ანდრია ფონიჭალური ფუტვორკი ასე დავარქვათ. კი. სამბოლდა ზუსტად და დავნახოთ. აბა შევხედოთ რამდენად შეძლებს შესრულებას თავისივე გეგმის დათუსანი ტრენერი ფონიჭალელი სპორტსმენი. და ჩვენ სცენაზე რო გადმოვთარგმნოთ დათომას. ალბათ ესე ეძახია. კი ბატონო, ნახე, აი ხო თქვენ ჰაილაითებს უყურებთ, თქვენს წინაშე არის ჰაილაითები. ზუსტად იმ სანახაობრივ, აი ვერც ჩაეტევა, დარწმუნებული ვარ იმ დროის განმავლობაში, რაც არის მოცემული. იმდენი დარტყმა იყო, რომ ვერც ჩაეტევა ჰაილაითებში. მეორე რაუნდი იწყება.
მეორე რაუნდი იწყება და რეფერი მისა ნიშანი. ნახოთ ახლა რა შემოგთავაზებს. გაიცალე, ეხლა შედი. ზმანაში. კარგი მოარტყა. არიგლებიან. აღიარებული დარტყმა იყო, თუმცა მე აი ზმანაშვილს ჯერჯერობით მოაქცინა წინა მონაკოეთი მეორე რაუნდისა. კარგად უნდა რომ დახვედრო და აი კარგად აიცილა. ზრობა. ეხლა ზუსტ პირიქით დაელოდა ეხლა ბუტიძე თავის მეტოქეს კარგად ატრიალდა. კი, ანუ ცვლა აქვს, ცვლათა პოზიცია აქვს, ანუ შესაბამისად ხან უტევს, ხან დადგება და ელოდება და ამავე დროს ალბათ დაინახა, ცოტათი დაიღალა ეხლა ზმანაშვილი, მაგრამ თვითონაც რეალ ჩემი აზრით ზმანაშვილმა წამოიღო ეს მეორე სხვათა შორის მინდა დაგეთანხმო, კი, იმიტომ რომ უფრო მეტად აქტიური იყო და უფრო მეტად კონცენტრირებული იყო დარტყმათა სერიებზე და ზუსტ დარტყმას. ხო, და სხვათა შორის რაზე მინდა შენი ყურადღება მივაქციო. აი ანდრია უტიძე ჯერა მორჩა თუ არა აქტიურად გადაადგილებას და ფინტების კეთებას ეგრევე მიიღო მეტი დარტყმა, საგრძნობლად მეტი დარტყმა ვიდრე წინა რაუნდში. რას ფიქრობ დაიღალა თუ? გეიმპლანი იყო და არ გაამართლა. არა, უბრალოდ ვერ მიყვება ჩემი აზრით გეიმპლენს, იმიტომ რომ ადვილად ამოსაკითხია დათა დათუსანის მოწაფეების ასე ვთქვათ სტილისტიკა ბრძოლების. და ყველა გამორჩეულია ამ გადაადგილებით და ფუტვორკით. ან შეიძლება ბრძოლა რამაც მოაგებინა მათ. ან შეიძლება ზმანაშვილმა უკვე აქტიობა რო ჩართო თავის აი ხედავ, გადაადგილდება თუ არა იგერიებს ადვილად მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნომრად მუშაობს. ეხლა ეს მონაკოთი მან წაიღო, თუმცა ზმანაშვილმა ნოკდაუნი გაუკეთა. ეს უკვე პლუსად ჩაეთვლება საპირისპირო კურსებზე რომ მოძრაობდნენ მებრძოლები ერთმანეთთან დაახვედრა ძლიერი მარჯვენა და მესამე რაუნდი ფაქტიურად ამით მიუხედავად ცუდი დარტყმისა თავისკენ წამოიღო, თუმცა ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვარ. შედი ეხლა იქვე. 22 წამი დარჩა მესამე რაუნდის დასრულებამდე. კარგი დარტყმა იყო ტრიალში. მაგარი ფისტები გაამიღეს. ოჩახ ბიჭებს დამას მებრძოლები. არა, მგონი მეოთხე ბრძოლა რაღაცა დათოსანს არ ვიცი. იმიტომ რომ ცოტა არქოს დაიღალა, გაუჭირდა. ჩემი აზრით კი, წამოიღო ზემოფონ ჭალელმა სპორტსმენმა ნიკა ზმანაშვილმა. შესაბამისად. თუმცა არის თუ ის მეორე რაუნდი იყო ბოდიშით? ეს მეორე იყო? არა, ეს მესამე. კი, ჩაფხუტებს ხორცლიან. მე კიდე გამეხარდა მეთქი კიდევ ერთი რაუნდი დარჩა, მაგრამ სამწუხაროდ არა. სულ მალე გამოავლენენ, ეხლა უკვე გამარჯვებულებს დავალოდოთ საჭთა კოლეგიის გადაწყვეტილებას. მაშასე ამ ბრძოლაში გამარჯვებულია ორივე სპორტსმენი მსაჯის გადაწყვეტილებით გამოცხადებულია ფრე. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბიჭები. მათ ეს დაიმსახურეს. მონიჭალას გაუმარ! გოს!